მშვიდობის თბილისის ფოლკლორულ ფესტივალზე ვიმყოფებით. უпростоრად ვაანონსებთ, რომელიც 24 ნოემბერს 19 საათზე დაიწყება ძალიან დიდი საზეიმო კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები, ახალგაზრდული ანსამბლები და წარადგენენ ძალიან მნიშვნელოვან ფოლკლორულ შემოქმედებას. ანანოსთან ერთად საუბრობდი, ანანო ფესტივალის მიზანზე საუბრობდით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია ჩვენი ქართული ხალხური ფოლკლორი და ქართული მუსიკა, აუცილებლად ჭირდება მათ ხელშეწყობა და ჩვენ ამას მაქსიმალურად შევეცდებით. ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ გქონდეთ მათ ძალიან ბევრი კონცერტი, გქონდეთ მათ ვიდეო რგოლები, რომელიც ჩვენ უკვე გადავიღეთ მათთვის, ასევე პრიზები, დიპლომები და ასე შემდეგ და მრავალი კონცერტი ჩვენთან ერთად. ამიტომ წარმატებებს უსურვებთ მათ და ჩვენთან ერთად ისინი გაიზრდებიან, მიიღებენ გამოცდილებას და გაუზიარებენ მერე შემდეგ ათეულს, რომელიც ყოველ წელს გაგრძელდება. ანანა, ჩვენ ვახსენეთ, საუბრობდით უბრალოდ ორგანიზატორებზე, ვისი ინიციატივით მოხდა და ვინ არიან ორგანიზატორები ამ ფესტივალის? ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორები, ასევე მხარდამჭერები არიან, როგორც საკრებულო და მერი, ასევე საკრებულოს და მერის მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი, ხოლო ორგანიზატორები არიან ბატონი დავით ცინცაძე და ქალბატონი მაია მიქაბერიძე და ისინი ყოველთვის შეეცდებიან, რომ ყოველ წელს ახალი ათეული აღმოაჩინონ და გამოგვიჩინონ ჩვენ ეთერში. როგორც ვიცი, ჟიური აფასებს შემსრულებლებს. რის მიხედვით მოხდება შერჩევა? ეს არ გახლავთ საკონკურსო ფესტივალი, ეს არის უბრალოდ გამოცდილების გაზიარება. ჩვენთან არიან როგორც ბადრი ჩიხიაშვილი, ასევე ქალბატონი ბატონი ილია დათუაშვილი და ბატონი რამინ მიქაბერიძე. მათი გამოცდილება ამ პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არ ყავს გამარჯვებული ან რაღაც ნიშნით გამორჩეული გუნდები. ისინი ერთობლივად გააკეთებენ ამ ყველაფერს და ბოლოს დასასრულს მრავალჟამიერსაც შევასრულებთ ერთობლივად. ძალიან დიდი მადლობა. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ერთად იმყოფება ქალბატონი თამარ კაპანაძე, რომელიც არის ანსამბლ სალიას მუსიკალური ხელმძღვანელი. დილამშვიდობის ქალბატონო თამარ, როგორი რამოლოდინი აქვს, როგორ ემზადებიან ბავშვები და რას წარადგენთ ფესტივალზე? ძალიან უხარიათ ჩვენს ბავშვებს, ჩვენთვის უდიდესი პატივია თბილისის ფოლკლორულ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება. ცოტა ხნის წინ მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს საგუნდო ფესტივალზე, სადაც მოიპოვეს პირველი ხარისხის დიპლომი და ლაურეატის წოდება. ჩვენი ანსამბლის სახელწოდება სახელი გვქვია სალია, ის უკავშირდება ჩვენი გარდაცვლილი პედაგოგის ლია სალაყაიას სახელს, მის საპატივცემულოდ. ფეხი ავედგით წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და სწორედ სახელი დაგვარქვა მამა მაქსიმე ჭანტურიამ, ამ ტაძრის წინამძღვარმა. სალია, სალაყაია ლიას ნიშნავს. ჩვენი ბავშვები არიან ასევე ჩოხოსნები და ჩვენი მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნები და საზოგადოება და ისინი პარაკლისებზე იღებენ მონაწილეობას სამების საკათედრო ტაძარში და დადიან ასევე სკოლა ჩოხოსანში, საკვირაო სკოლა სამების ტაძარში. ჩვენ ახლა მივყოფებით სკოლა ქართულ სასწავლებელში, სადაც საგნის ჭრილში ისწავლება ქართული გალობა და ტრადიციული მუსიკა. ანუ ის, რაც ჩვენ ტრადიციულ მრავალხმიანობად გვესმის დღეს, სრულიად განსხვავდება ქართული ჰარმონიისგან და ჩვენი მიზანია, რომ ქართული ძირძველი ჰარმონია დავაბრუნოთ, ასე ვთქვათ, და უფრო განვავითაროთ ქართული პოლიფონიური აზროვნება. და ჩვენი სურვილია, რომ ყველგან სკოლაში, როგორც ჩვენთან ისწავლება და ესენი უკვე ქართულ ჰარმონიას არიან შეჩვეულები, ასევე გვინდა, რომ ყველა სკოლაში ისწავლებოდეს და სწორედ ჩემი სადისერტაციო თემა ამას მიეძღვნა ქართული გალობის სწავლების საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით და საბაზო საფეხურზე. ქალბატონო თამარ, მე მინდა რომ დღევანდელი დილის ეთერი ესე მხიარულად, მუსიკალურად დავასრულოთ. მე დაგემშვიდობებით ნელ-ნელა და შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს 19 საათზე იქნება ძალიან დიდი გრანდიოზული კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები, ასე რომ შეგიძლიათ უგულშემატკივროთ და ესწროთ კონცერტს. ახლა კი დაგემშვიდობებით ძალიან სასიამოვნო სიმღერით. ჩვენ შევასრულებთ აფხაზურ სიმღერა ვარადუ შარათინ, სადაც სოლისტები არიან მია მირიანაშვილი და ლილა მიქიაშვილი. დავიწყოთ. Para